მშვიდობის, დილით რომ გაიღვიძებ. ასეთი მდგომარეობა დაგხვდებით, ეს მე დავამატე. გამიმართლა რომ ამაში მქონდა ადაგასული წყალი, ეს ერთ ღამეში მტვერებმა. ხო და ველოდები ახლა გახსნილი მაქვს რომ იქნებ და დამდომ პატივი. დილით რო გაიღვიძებ და წყალი არ არის, ამ პირი დაიბანო, წამალი მისვია, ეს იმიტომ ბზინავს, ელვარებს თვალი უკეთეს მდგომარეობაზე, საუკეთესოზე მაქვს. ან ჭურჭელი და არ ეცხო და ყველა სიკეთესთან ერთად შია. ოღონდ როგორ მშია იცით? კარგი საჭმელი მინდა, ანუ პური და ყველი არ მინდა. ესეთი მსუყა, სადილი მინდა, რაიმე, ხორცი მინდა. ხოდაი ვერ ვიგულები, ახლა წამოწიწკლა. წამოწვეთავ დექი, მაგრამ ალბათ გამოუშვებენ. და როცა გამოუშვებენ და მოვწესრიგდები, მერე გავაგრძელოთ. კარგია, დღეს წოლის დღე მაქვს. ესე კახური წვადის შამფურით გადატრიალ, გადმტრიალ, ვინ დაწვება, მაგრამ ბევრი საქმე მაქვს. დამემტვერა სახლი, სველი წესით დასუფთავების დროა. ხო, გავყვარ, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ, მთავარია წყალი მოვიდეს. მეშველა. თვარია კარგად წამოვიდეს. კარგად წყალი გავიყინე. ვერ მოვისვენე, ანუ არ აქვს ჯერ. როგორ არის ნაპორი ქართულად. ჭავლი. აქ მორჩა. ეხლა მაქვს რომ მოვიშორო ბარემ დღის ბოლომდე რო არ ვქო. მორჩენილი თევზი. მორჩენილი ქართული. ავიღებ რამოდენიმე კარტოფილს და მოვზელ ცომს. გავაკეთებ კარტოფილის ღვეზელს. ცომისთვის. ნადავი. კარტოფილი დავადგი. ცომზადა. გადმოვიღებ გრილს თუ გამყვამ. ჩემი ხორცეულობა. კი, კარგია. მარილი ცოტა სოიოს соуსი და ჩავაბრძანებ გრილში ცოტა ცხიმთან ერთად. რომ არ გამოშროს. ყველა მიცით შეწვა, ყველა მიცით. ყველაფერი, ამიტომ ესე აკიწყობთ, რას მოვამზადებ და მერე ჩავჭორავდეთ ჩემ თავს რომ მივხედავ. ფერი არ მეტევა. არსად, მაგრამ ყველაფერს ტევ. დავამუშავებ. ყველაფერი. ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვანი თევზის და ქართლის დამუშავების დროს. როცა განვეცხავთ, ჩემთვის არის ნიჟარა. მე თქვენ გაჩვენეთ ეს პროდუქტი, რომელიც იდეალურია. და ობელსაც მივაყოლებ ნაკავში. ყველაზე ბიძური, რაც გვსახლში არის ნაგვისურმა და ნიჟარა. მე ასე მგონი. და ფერსაც მერე. Alright, but I don't. Çalan içi takip. Zaten işte çalıştığım şey ustalığı çaldı.
მოვედი. ეს შემწვარი თევზი სასარგებლოა, ჯანმრთელია. ჩავორთქლე, რომ ცოტა მორბილებულიყო, იმიტომ რომ ფილე ძალიან შრება. ახლა ამოვაშრობ. არ ვიცი ესე ვშვები ხოლმე მე. არ გასწავლით, თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ. თუქთუქას, ვდუღარეს ვაფარებ თავს და მერე ვასუფთავებ. იქით ავალაგე, დამპიტავრ გადმოვალაგე აქეთ. პატარა სამზარეულოს ამბავი ხო იცით? ეს აქ ყველაფერი კარგად გვაქვს. წავედით აქეთ. მშვიდად ისე იყოს, რომ არც ძალიან ახლოს იყოს, არც ძალიან შორს. გავამზადე ნაწილი. დავწოვე, რომ კარგად გამოშრეს. ქვაბში ვიდომ რომ გაზი გასახეხი არ გამიხდეს. მე მიყვარს ესეთი გრძელი ღვეზელები. გაზი გასახეხი ორიენჯი გახდება, უბრალოდ ის არ იქნება ცხიმების. დილას ვსქროლობდი, კიდევ რო წამოვწექი პაუზის დროს და აღმოვაჩინე, რომ ქონების გადასახადი მაქვს გადასახდელი, რომელიც დეკლარაცია მაქვს ჩასაბარებელი, რომელიც 1 ნოემბრამდეა. საკუთარი თავი ამის დამარიწყდა და მივიკრავდი ჯარიმას, იმიტომ რომ შარშან გაგზავნილი მაქვს უკვე. ხო და უნდა ჩაგვოჭდე. ჩემმა ძალმა მომწერა, სავარაუდოდ გამოვა და გავისეირნოთო. მე როცა ასეთ ამბებს ვიწყებ და ჩემ თავში გუშინ წინ ქენი დღეს ვშვები. მეძებ ხოლმე პასუხს, რატო გინდა დორე, რომ დღეს სახში ხარ და ანგრი ყველაფერი და მე ისევ თავიდან დააგვიყვანო. ხო შეგიძლია ძალიან მარტივად, ან გამოიწევ ხო ან შეხვიდე და იყიდო. ან რა ვიცი, რა მექნა. ამ დროს მე ვარ ხოლმე ალბათ იქ სადღაც. ვიკარგები. დავეძებ ხოლმე ჩემ თავს და ამ მომენტს ჩემთვის ქვია წაღება, ანუ დეპრესიის დასაწყისი. არ გეკითხება ეს ისე მოდის, უმართავია, მაგრამ პროცესში თუ სწორად დაიჭირე, ვფიქრობ, რომ მართლა დასაშვებია. თუ ძალიან არ ხარ ჩაძირული. წუხელაც არ მეძინა, ფოთოები მქონდა. მე ღვიძებოდა, რა მაღვიძებდა, კაცმა არ იცოდა, რომელიც ცხენების ხმა, ვისი ჭიხვინი. ხო და დროა რომ რაიმე პრეპარატს არ გულისხმობ, აქტივობა გამოუწერო ჩემ თავს უფრო მეტი. რომ ჩემ ტვინს არ ეცალოს იმისთვის, რომ ეს მე ხარ მჭირდება. კარგად აი ძალიან ღმათ რომ ჩავუფიქრდე, რა მიჭირს, აი რა მოხდა. არაფერი აი ესე ცოტა ყველაფერი ერთმანეთს რომ გადაგვება, ცოტა ნიგა, ცოტა დათა, ცოტა. ჩემი ამბები არ არის მარტივი ცხოვრებაში ჭიდაობა. შვილებთან, გადასახადებთან, გარშემო მყოფებთან, თუმცა გარშემო მყოფები იმდენად ჩამოვიშორე, რომ რიგარ მოწონს.
დავეტოვე მხოლოდ ადამიანები, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვნები არიან. ხოდა არ ვიცი. ძირითადად ასე ახალმე. მე მარილიანის საკვები არ მეყვარს და რამდენჯერაც მარილიანის საკვებში ვჭამე, იმდენჯერ ორ სულად ვიყავი. და ზედოზირებული მარილით და რამდენჯერაც ზედოზირებით ცომთან თამაშობ და თუ ხარ ჩავუღამავდი, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მიჭირს რაღაცები. ხო და ცურვა ვარჯიში რაღაცა უნდა გავაკეთო. თითქოს იცით როგორ არის ეს მიზანი ხოდა. და ეს მიზანი რაღაც დოზით. რომ განხორციელდება ნეიროიცი ხოლმე. ახტაცების ფაზა, რომელიც დამღუპველია. ადამიანისთვის რომ გონია, რომ მაგარია, რომ გონია, რომ ვიღაცას ჯობია. აი რომ გონია, რომ ეს მას ერგება. დაახლოებით აი მან ხარ რა. რომ აი ნუ ახლოს ხარ, ნუ მაგარი ხარ, ნუ. და რაღაცა ჩემთან ესე არის აპროპირებული, რომ ახალ-ახალი დავალებები ტვინისთვის, იმისთვის, რომ კარგად ვიყო. და ეს აი გარდა ის, რომ ყოველდღიურ რაღაცებზე ტვინი გადაღლილია, კიდევ ეტყობა რაღაცა ის კონუში ვერ არის, რომ წესიერად იყოს. აბა რა ამართინებს. ან რა მეცოდება, ხა ერთი დღე რო გდია ქალის სახში, რა ამბავს წამოიწყებს, აქედან იქამდე რო გასახერხია. ნორმალურია ის, არ მგონია? ადრე ვამბობდი ხოლმე თავს მიმართლები, რომ იაფი ჯდება სახში. აღარ ჯდება იაფი. კარაკს, კვერცხს, ან დამცხრებს ლაპარაკი ისეთი ფასი აქვს, რომ მართლა 3 ნაჭერი და 4 ნაჭერი რო იყიდო და თან რო ტკბილეულის დოზირება არ მიიღო. ნორმა. маш მე მინდოდა ცოტა ცოტა დამჩვენოდა და ის გახსოვთ 90-იანელები ხარ. აფაზე გამომცხვარი უცხიმად გამკეთებინა პური, რატომაც მეგონა რომ მოვიცავე მოვწერე. აღარ თქვენ არიცით ჩემი ცრომის მოზალის პროცესი. როგორი სიამოვნება უბრალოდ არაესთეტიური იქნებოდა ასე ამხეთში. მიყვარს ხელს რო კიდევ კარგად. ხო და არ მრჩება გავაკეთებ, კახეთ შეძახოთ ფათირებს, არ ვიცი იმეროჩი რა ქვია. ტაფის პური. ეს მოჩვენე ახლა. გავხეხავ. ვიბანავებ. და მოვიფიქრებ, რას გავაკეთებ. ცოტა აქტიურობა და ქვილი მჭირდება. ასთან შეიძლება. სიგრძე სიგანე როგორ აქვს, მე ვფიქრობ, რომ დიამეტრი 1 უნდა ქონდეს და ხა ასე ჩავავაღოთ, აბა როგორ გამოაქვს. აი ამიტომ არ მიყვარს, როცა ზეთში ჭუჭდებს ხოლმე. მაგრამ ნიკას რო უყვარს.
გავაგრძელოთ, მივალაგოთ და ყავა დავლიოთ და გეყოფათ ჩემი ატანა დღეს.